არ არსებობს კარგი კლინიკა, კარგი ექთნის გარეშე. მეცკილის აღმასრულებელი დირექტორი, ეს მეცკილი გახლავთ საექთნო კოლეჯი, გიორგი მახარაშვილია, დღეს ჩემი კოლეგა და ჩემი სტუმარი. პირველ რიგში ალბათ მაინც ეს არის სირთულე ამ საქმის და დატვირთვა, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული პროფესია სამედიცინო მიმართულებებში. გარდა ხელფასისა, მოდი ასე ვთქვათ, რა შეიძლება იყოს შემაფერხებელი ფაქტორი? პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროფესია და სწორი გადაწყვეტილება თუ ეს პროფესია აირჩიეთ, ეს არის პროფესია, რომელიც სიცოცხლეს ემსახურება. ასეთ ხელფას რო აძლევ ექთან სირცხვილია და ამას რო წერ ორჯერ სირცხვილია. მოგესალმებით მეგობრებო, დადგა მორიგი ეპიზოდის დრო პოდკასტისა ოთარი ექიმო. როგორც ყოველთვის ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ, ვინ მოგვეწვია სტუმრად, რა თემებზე გვესაუბრა და ძალიან აქტუალურ თემაზე ვსაუბრობთ, რასაც სამედიცინო ექთანი ქვია. დამეთანხმებით ალბათ, სანამ სტუმარს წარვადგენ, მე შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ ჩვენი სპონსორია თვალის კლინიკა Eyeline, სადაც ყოველგვარი დისკომფორტის გარეშე ნებისმიერი პრობლემა შეგიძლიათ მოიხსნათ, მაგალითად რამდენიმე წუთში სათვალის მოხსნა შეგიძლიათ ამ კლინიკაში, უმაღლესი პროფესიონალებით არის ეს კლინიკა, ასე ვთქვათ, გაჟღენთილი, ძალიან მაგარი ექიმები, ძალიან მაგარი ექთნები. დიახ, აი ზუსტად ამ თემაზე ვისაუბრებთ, ასე რომ ძალიან დიდი მადლობა კლინიკა Eyelines, მის გარეშე ეს პოდკასტი არ იარსებებდა. მეცკილის აღმასრულებელი დირექტორი, ეს მეცკილი გახლავთ საექთნო კოლეჯი, გიორგი მახარაშვილია, დღეს ჩემი კოლეგა და ჩემი სტუმარი. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გიორგი მობრძანებისთვის. მადლობა მოწვევისთვის. ძალიან საინტერესო თემაა, შეკითხვები ბევრია, სხვათა შორის და მე ყველა სტუმარს ვაფრთხილებ და თქვენც გაგაფრთხილებთ, რომ მე ვსვავ, ასე ვთქვათ, სახალხო შეკითხვებს, ასე რომ არ გაგიკვირდეთ, რომ ექიმი რატომ ისვავს ამ შეკითხვას, ანუ მე ვცდილობ დავსვა ეს შეკითხვა, რასაც ჩვენი მაყურებელი დაგისვავდათ, აქ ჩემს ადგილას რომ მიჯდეს, ასე რომ მე წარმოვადგენ ხალხს. ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვცდილობ ამას. დავიწყოთ. ძალიან ბევრი ექიმი, განსაკუთრებით ქირურგები ჩივიან იმას, რომ არის კვალიფიციური ექთნების დეფიციტი. რატომ არის ეს დეფიციტი, ბატონო გიორგი? პირველ რიგში მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობას გადაგიხდით მოწვევისთვის. კი ბატონო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა და ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა. პირველ რიგში იმის თქმა მინდა, რომ არ უნდა გავიგოთ ასე, რომ თითქოს ეს არის რაღაცა მარტო ჩვენი ქვეყნის გამოწვევა, ზოგადად მთელი მსოფლიოს ერთ-ერთ ჯანდაცვის სფეროს ერთ-ერთ მნიშვნელოვანი გამოწვევად ითვლება საექთნო დეფიციტი და შეიძლება ითქვას, რომ მიზეზი რეალურად არის კომპლექსური და რაღაცა არ არის ერთ კონკრეტულ ფაქტთან ბმაში. პირველ რიგში ალბათ მაინც ეს არის სირთულე ამ საქმის და დატვირთვა, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული პროფესია სამედიცინო მიმართულებებში. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩვენ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში ეს არის ანაზღაურების ფაქტორი და აუცილებლად უნდა ითქვას ის მომენტი, რომ ანაზღაურების ნაწილი დრო და დრო ვითარდება და გვარდება, თუმცა დღემდე არ არის ისეთი ადეკვატური ანაზღაურება, რაც დატვირთვასთან იქნება სწორ ბმაში. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორს წარმოადგენს ის, რომ წლების განმავლობაში რაღაცნაირად ხდებოდა ამ პროფესიის გარკვეულწილად დაკნინება, არ იყო შესაბამისად დაფასებული ეს პროფესია და შესაბამისად ამ ყველაფერმა ერთიანობაში გამოიწვია ის, რომ გვაქვს სერიოზული დეფიციტი დღეს ამ სფეროში. სხვადასხვა კრიტერიუმით იზომება თუ რატოა დეფიციტი, ხო? შეიძლება დაისვას ასეთი კითხვა, რომ რატოა დეფიციტი, ვინ გადაწყვიტა, რომ დეფიციტია? მაგალითად, ერთ-ერთი კრიტერიუმი არის ასეთი ექთნისა და ექიმის თანაფარდობა, რომელიც დადგენილი, ასე ვთქვათ, სტანდარტის მიერ, რომელიც ჯანმომ დაადგინა 1:3-თან 1:4-თან სხვადასხვანაირად მერყეობს ხოლმე, თუმცა, ვთქვათ, რომ არის ერთ ექიმზე უნდა მოდიოდეს საშუალოდ ქვეყნის მასშტაბით, კან კლინიკის მასშტაბით 3 ექთანი. ჩვენთან სხვადასხვა კვლევების მიხედვით
მიხედვით, რომელსაც აწარმოებენ ხოლმე უნივერსიტეტები, მაგალითად თუნდაც ან სამედიცინო ორგანიზაციები, ერთ ექიმზე მოდის დაახლოებით 0.8-0.9 ექთანი. ანუ ექიმი უფრო მეტია, ვიდრე ექთანი ამ შემთხვევაში. არადა პირიქით უნდა იყოს. არადა უნდა იყოს პირიქით, ერთ ექიმზე უნდა მოდიოდეს 3 ან 4 ექთანი, ასე ვთქვათ, ოქროს სტანდარტის მიხედვით, რომ ვთქვათ, კლინიკა ფუნქციონირებდეს სრულფასოვნად. ჩვენ შემთხვევაში არის პირიქით, ერთ ექიმზე მოდის 0.9 ექთანი. შესაბამისად, ექთნებს, რომლებიც არიან ამ სფეროში, უწევთ ძალიან ზედმეტი გადატვირთვით მუშაობა, ერთგვარად, 2-3 დღის გადაბმად ზოგ შემთხვევაში სახელმწიფო თითქოს მოაგვარა ეს პრობლემა, რომ თქვათ კლინიკებს აუკრძალა, რომ ერთ და იგივე ექთანს კონდეს მორიგეობა გადაბმულად 2 დღით, თუმცა მე ერთი ექთანი მიდის და მე ვთქვათ მეორე სხვა კლინიკაში მორიგეობს, იმიტომ რომ როგორც ზემოთ ვახსენეთ, ანაზღაურების სერიოზული პრობლემა არის და იმისთვის რომ თქვა თავისი ბიუჯეტი გარკვეულწილად შეივსონ, უწევთ მსგავს რამდენიმე ადგილას მუშაობა უწევთ, სხვა გზა არც აქვთ იდეაში რა. სწორედ ეს არის მთავარი პრობლემა, იმიტომ რომ მე გადაღლილი ექთანი არის სამედიცინო შეცდომების ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც. და ჩვენი ხშირად არის ხოლმე ასეთი იდეა, რომ ჩვენ გვყავს ძალიან ესეთი ვარსკვლავი ექიმები, შეუძლიათ რაღაცა საოცრებები გააკეთო, მაგრამ როდესაც შემდგომ უკვე რეაბილიტაციის ნაწილზე გადავდივართ, იქ გვაქვს სერიოზული პრობლემა, იმიტომ რომ თქვათ ექნების კვალიფიკაცია არ გვყოფნის, ან თქვათ არ ყოფნის რაოდენობა ამ კვალიფიციური ექნების, იმიტომ რომ ნამდვილად არ მინდა ისე გაიგოს, რომ თითქოს არ ყავს ზოგადად კვალიფიციური ექნები, არა ძალიან ძალიან მაგარი ექნები, უბრალოდ ცოტა ყავს. კი ბატონო. ძალიან მაგარი ექთნები ყავს, არის ძალიან ცოტა, როგორც ბრძანეთ და ჩვენ ვცდილობთ, რომ ეხა რაღაცნაირად აი ამ ექთნების ცოდნა ავიღოთ და შემდეგ ამ ექთნების ცოდნაზე დავაშენოთ უკვე ახალი თაობის ცოდნა. და მივცეთ შესაძლებლობა ახალ თაობასაც, რომ აი ამ მნიშვნელოვან პროფესიაში შევიდნენ. თუ ბევრი მიზეზი დაასახელეთ თქვენ, მათ შორის ერთ-ერთი იყო ანაზღაურება და ეს გასაგებია, მაგრამ აი გარდა ანაზღაურებისა კიდევ რა შეიძლება, ანუ ეს არის საშუალო სამედიცინო პერსონალი, ხო? შესაბამისად ეს არის საშუალო პროფესიული განათლება. თქვენი აზრით, ანუ არ ინტერესდებიან ამ სპეციალობით თუ აი გარდა ხელფასისა, მოდი ასე ვთქვათ, რა შეიძლება იყოს შემაფერხებელი ფაქტორი? ესე იგი, სწორია, ეს არის საშუალო სამედიცინო პერსონალი. როგორც გითხარით, ანაზღაურება ეს არის წამყვანი, თუმცა არ არის მთავარი გამსაზღვრელი ფაქტორი ანაზღაურების საკითხი. მნიშვნელოვანი საკითხი ასევე არის დროის ფაქტორი. ანუ ანაზღაურებასთან ბმაში არის დროის ფაქტორი, რა დრო მჭირდება იმისთვის, რომ პროფესიაში შევიდე. დღეს არის მინიმუმ 3 წელი იმისთვის, რომ პროფესიაში შეხვიდე, ანუ 3 წლის განმავლობაში უნდა ისწავლო საექთნო საქმე, რომ შემდგომ მოგეცეს იმის საშუალება, რომ ექთნის პროფესიას დაეუფლო სრულად და შეხვიდე და თქვათ, მუშაობა დაიწყო, პაციენტთან მისვლის საშუალება გქონდეს. და თუ ამას მე მივაბოთ ზუსტად ანაზღაურების ნაწილს, ანუ 3 წელი ვისწავლე, შემდეგ შევედი პროფესიაში და ანაზღაურება არ მაქვს საკმარისი რაოდენობით, ამ შემთხვევაში უკვე სერიოზული პრობლემა იკვრება. გარდა ამისა, წლების განმავლობაში სწორედაც რომ პროფესიული განათლება გარკვეულწილად იყო დაკნინებული, ერთგვარად რაღაცა მამების თაობა ამბობდნენ, ხა ჩვენ თუ კარგად არის სწავლი, მე უნივერსიტეტში ვერ მოხვდები და მოხვდები კოლეჯში და შესაბამისად ზოგადად პროფესიული მიმართულებები და მათ შორის საექნო მიმართულებებიც გარკვეულწილად იყო დაკნინებული. ეს ბოლო წლებში სერიოზულად გამოსწორებულია და ჩვენი მიმართულებით, პროფესიული განათლების მიმართულებით ძალიან ბევრი ადამიანი არის დაინტერესებული და მომართვიანობა ძალიან მაღალია. თუმცა ეს არის მაინც დროსთან ბმაში, ანუ რაღაცა გარკვეული წილად თუ დრო გვჭირდება იმისთვის, რომ ეს მენტალური ბარიერი გადავლახოთ. ესე იგი 3 წელიწადში თქვენ იძლევით სრულფასოვან დიპლომს ექთნის. 3 წელი ჭირდება ამას სწავლა. კარგი. აი მე რას თავაზობთ? აი გასაგებია რომ ასწავლით, აღზრდით, სამუშაოს მხრივ თქვენ თავაზობთ რამეს, თუ ეს აღარ არის თქვენი პრეროგატივა?
არა, არის, რა თქმა უნდა. რეალურად, როდესაც ჩვენ დავიწყეთ ამ პრობლემაზე ფიქრი, ჩვენ წავაწყეთ ეგეთ რაღაცას, რომ არის ზოგადად განათლების პრობლემა, ანუ რა უნარებს, რა სკილებს მივცემთ ადამიანს ერთი, არის თუ არა შესაძლებლობა, რომ პრაქტიკულ გარემოშიც ვასწავლოთ და შემდეგ იმისთვის, რომ სრულად ჩავხუროთ წრე, არის რომ დავასაქმებთ თუ ვერა. სწავლების ნაწილს ამ შემთხვევაში არ შევეხები, იმიტომ რომ ზოგადად ამ პროფესიაზე ვსაუბრობთ. ჩვენთან პრაქტიკულ ნაწილს გაივლიან მთლიანად GHG-ის კლინიკების ქსელში, ანუ წელიწად ნახევარი სრულ პრაქტიკას დახურავენ GHG-ის ქსელში, რომელიც ჯამში 54 სამედიცინო დაწესებულებას ფლობს და საქართველოში ყველაზე დიდი სამედიცინო ქსელია და რაც მთავარია, დასაქმების ნაწილს უზრუნველყოფს სრულად, ანუ 100%-იან გარანტიას ვიძლევით იმისთვის, რომ ვინც გავა ბოლოში შეძლებს, ანუ თავის ნაწილს სრულფასოვნად შეასრულებს, ისწავლის კარგად, პრაქტიკულ ნაწილს კარგად დახურავს და ჩვენგან წაიღებს დიპლომს. შემდეგ ასევე ჩვენივე პარტნიორის ქსელში ვიღებთ სრულ გარანტიას, რომ დავასაქმებთ. აქვე მნიშვნელოვანი ნაწილი არის ის, რომ აი ხელფასზე იყო საუბარი, აქ იქნება საკმაოდ ადეკვატური ანაზღაურება. ეხლა დღეს წავაწყდი ერთ-ერთი არ დავასახელებ, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი კლინიკის ხელმძღვანელის ასე ვთქვათ პოსტს, რომ ის ამბობს, რომ კი მე რაღაც 400 რაღაცა ლარს უხდი ექთას, რაც ნუ დღევანდელ სიტუაციაში თუ ავიღებ თქვათ ფასებთან ბმაშის და სირცხვილია. სირცხვილია, გეთახმებით სრულად. აბსოლუტურად სირცხვილია. კი, 100% გეთახმებით, თუმცა აქვე უნდა ასეთ ხელფას რო აძლევ ექთან სირცხვილია და ამას რო წერ ორჯერ სირცხვილია. მაგაში არ ვასახელებთ კი ბატონო. კი ბატონო. გეთახმებით, აქვე უნდა ითქვას, რომ სამედიცინო სფეროში რაღაცა პლუსიც რო ვთქვათ და რაღაცა მხოლოდ მინუსებზე არ ვისაუბროთ, სამედიცინო სფეროში ექთნის ხელფასი ბოლო 5 წლის განმავლობაში არის ყველაზე მეტად მზარდი ხელფასი. ბოლო 5 წლის განმავლობაში დაახლოებით 3-ჯერ გაიზარდა საშუალო სამედიცინო რგოლის ხელფასი, ანუ ამ შემთხვევაში ექთნების ხელფასი. და ნუ პერსპექტივაც იმისა, რომ კიდევ უფრო გაიზრდება, არის საკმაოდ მაღალი, იმიტომ რომ მსგავსი დეფიციტის ფონზე, როდესაც ბაზარზე არის ამხელა მოთხოვნა, გასაგებია რომ კლინიკებს უწევთ უფრო მეტის გადახდა იმისთვის, რომ რაღაცნაირად ეს დეფიციტი შეივსონ და უფრო მეტად კვალიფიციური ექთნები თავისკენ გადმოქაჩონ და მიიზიდონ და მე ვიცი ძალიან ბევრი წარმატებული კლინიკა, რამოდენიმე ნამდვილად, რომლებიც ეგრეთ წოდებული headhunting-ის მეთოდით მუშაობენ და აი მიდიან, ასე საერთოდ არ გამოაცხადებენ ვაკანსიას, ნახულობენ თქვათ კარგ ექთანს კონკურენტ კლინიკაში, ნუ შესთავაზებენ მეტ ხელფასს და თავისთან მოყავთ. შესაბამისად, იმის თქმა მინდოდა ამ ყველაფრით, რომ რამოდენიმე წელიწადში ექთნების ხელფასის საკითხი ჩემი აზრით უფრო გადაწყვეტილი იქნება და უკვე ადეკვატური ღირსეული ანაზღაურებაც ექნებათ. ბატონო გიორგი, მოდი ახლა რო გვითხრათ, ანუ სად მოგძებნოთ, ანუ დავინტერესდით, ხო? გვინდა რომ მივიღოთ ეს საშუალო პროფესიული განათლება, გავხდეთ ექთანი, სად მოგძებნოთ, როგორ მოვიქცეთ იმისთვის, რომ თქვენთან მოხვდეთ კოლეჯში. კი ბატონო, ესე იგი რამოდენიმე გზა არის იმისთვის, რომ ესე იგი ჩვენ დაგვიკავშირდეთ. პირველი ეს არის ჩვენს Facebook გვერდზე მუდმივად და სხვადასხვა სოციალურ ქსელებში მუდმივად იდება ჩვენი სარეკლამო სხვადასხვა ვიდეოები, რომლის ქვეშაც არის სარეგისტრაციო ბმულები და საკმაოდ დიდი დაინტერესება და ბევრი მსურველი აღმოჩნდა, დაახლოებით 1 თვის მასშტაბით და 1500 მსურველია უკვე იმისთვის, რომ შემოგვიერთდეს. რაც შეეხება ტერიტორიულად ამ ეტაპისთვის ჩვენ ვართ მხოლოდ თბილისში და ამასაც შემდეგ გავშლი რატომ მხოლოდ თბილისში და შემდგომი ნაბიჯები რა არის. ერთი ეს არის ისანში ბოჭორმის ქუჩაზე, მეორე ეს არის უკვე დადიანის ქუჩაზე. ორი თანამედროვე კამპუსი გვაქვს, მაქსიმალურად აღჭურვილი ყველა იმ საჭირო ინვენტარით, რაც
სჭირდება სამედიცინო მიმართულებებს და კონკრეტულად საექთრო საქმეს, ასევე ჩვენ გვაქვს თბილისის მასშტაბით უამრავი კლინიკა, ეხლა რაოდენობების თქმა მართლა ხო, ანუ პრაქტიკას სადგადიან, თეორიული სწავლა გასაგებია, თეორიული კურსი გასაგებია, მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანია პრაქტიკაც. კი ბატონო. პრაქტიკულ ნაწილზე დღეს ესე იგი გადიან როგორც გითხარით GH-ის, ანუ საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის კლინიკებში, ეს არის EVEX-ი, ეს არის ვიანი და ასე შემდეგ და ჯამში 54 კლინიკაზეა საუბარი, მათ შორის უმეტესობა, კი ბატონო, უმეტესობა არის რეგიონში, თბილისის მასშტაბითაც ძალიან ბევრი ძალიან დიდი კლინიკებია, მაგალითად კავკასიის მედიცინის ცენტრი, მაგალითისთვის რო ვთქვათ, კი ბატონო, მაგალითისთვის ბოკერია სამედიცინო ცენტრი და ასე შემდეგ უზარმაზარ სამედიცინო ცენტრი. ძალიან სერიოზული ბაზები დაასახელეთ ახლა თქვენ. კი ბატონო, ძალიან სერიოზულ ბაზებზე და ძალიან სერიოზულ კლინიკებზეა, სადაც ასევე არის მოწყობილი მათთვის სასწავლო სივრცეები, აღჭურვილი თანამედროვე მულაჟებით, რომელზეც ეგრეთ წოდებულ რაღაც გარდამავალ ეტაპს ისწავლიან. ანუ სიმულაციური ცენტრებიც გაქვთ? სიმულაციური ცენტრებიც გვაქვს, კი ბატონო, ნამდვილად ასეა. ისწავლიან თეორიულ ნაწილს, შემდეგ უკვე სიმულაციურ ცენტრებში ისწავლიან ეგრეთ წოდებულ პრეკლინიკურ ნაწილს, რომ მათ შეეძლოთ უკვე პაციენტთან მისვლა და შემდეგ უკვე პაციენტის საწოლთან ისწავლიან ადგილზე წელიწად-ნახევრის განმავლობაში სრულად ამ თავის პრაქტიკულ ნაწილს სწავლებისას. წარმატებულები, როგორც გითხარით უკვე, დასაქმდებიან ჩვენს პარტნიორ კლინიკებში, ამის გარანტიას ვიძლევით. ძალიან მაგარი ამბავია, მართლა, მე სრული პასუხისგებლობით გეუბნებით და ვეუბნებით ჩემს მაყურებელს და ჩემს მსმენელს, რომ ეს არის საერო საქმე. იმიტომ რომ კარგი და კვალიფიციური ექთანი ეს არის ნახევარი საქმეა ექიმის, ასე ვთქვათ, მოღვაწეობის დამეთანხმებით ალბათ. აქ ესეთი შეკითხვა მაქვს, რომ მხოლოდ ექთნებს ამზადებს თქვენი კოლეჯი? ამ ეტაპისთვის, ესე იგი, ჩვენ რეალურად როდესაც დავიწყეთ ეს საქმე, გავაკეთეთ მცირე ბაზრის კვლევა, სად იყო უფრო კრიტიკული მდგომარეობა და ყველაზე კრიტიკული მდგომარეობა იყო საექთნო საქმის მიმართულებით. შესაბამისად, პირველი ნაბიჯი, რომელიც გადავდგით, იყო საექთნო სწავლების მიმართულება. თუმცა ეს არის პირველი ნაბიჯი და ამაზე რა თქმა უნდა გაჩერებას არ ვაპირებთ და მოვიცავთ თითქმის ყველა საჭირო მიმართულებას, რომელიც არის პროფესიული განათლების მიმართულება და სამედიცინო მიმართულება ერთად, ასე ვთქვათ. ეს არის ფარმაციის მიმართულება, რასაც ასე ვთქვათ, ჩვენ გეგმავთ და ასევე ეს არის სტომატოლოგიური მიმართულებები, რომელსაც ასევე მოვიცავთ, როგორც არის მაგალითად კბილის ტექნიკოსის მიმართულება, სტომატოლოგის ასისტენტის მიმართულება, რომელიც აი ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საჭირო პროფესიაა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რადიოლოგიური ოპერატორები. თუ გაქვთ აი ეს მიმართულება თქვენთან კლინიკაში? ანუ თანაშემწე რადიოლოგის, რომელიც დაუშვათ კვლევას ჩაატარებს, იქ იქნება რენტგენ ლაბორანტი ერქვა ადრე. კი ბატონო, ერქვა. ამ ეტაპისთვის როგორც გითხარით, ჩვენ გვაქვს მიმდინარე პროცესი და გეგმა. აი ორად რო გავხოთ და როგორც მოგახსენეთ, გეგმაში გვაქვს რომ აბსოლუტურად ყველა პროფესიული მიმართულება, რომელიც სამედიცინო სფეროსთან ბმაშია და რაც მთავარია, არის მოთხოვნადი. ამისთვის ჩვენ პარტნიორებ კლინიკებთან გვაქვს ხოლმე ძირითადი ურთიერთობა, რომ რა ჭირდებათ, ანუ ვფიქრობთ, რომ სწორი მიდგომა ასეთია, რა ითხოვს ბიზნესი, იმის მიხედვით უნდა შევთავაზოთ, რომ მე არ აღმოჩნდეს ისე, რომ იცი რა ჩვენ მოვამზადეთ კადრი და მე არ ჭირდება არავის, არა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აი სრული წრე შევკრათ, ანუ ვასწავლოთ, პრაქტიკა მივცეთ და მე დავასაქმოთ. ანუ შესაბამისად მოვდივართ უკუღმა, ანუ ვკითხულობთ ჩვენს პარტნიორებში, რამდენად არის მოთხოვნა შესაბამის პროფესიაზე, თუ არის მოთხოვნა, შემდეგ უკვე ვცდილობთ, რომ შევქმნათ ისეთი პროგრამა, რომელიც მაქსიმალურად თანამედროვე კადრს მოუმზადებს ჩვენს პარტნიორს, ან თუნდაც მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა კლინიკებს. ხო, შეიძლება თავისით იშოვოს, ხო? კი, რა თქმა უნდა. სამსახური და წავიდეს არა პარტნიორ კლინიკაში, არამედ სადაც არის დეფიციტი, კარგი ექთნის, იშოვოს თავისით. არანაირად არ უზღუდავთ. ხო, რა თქმა უნდა. ჩვენ რეალურად ეს ჩვენი შეთავაზება, რომ ჩვენ გთავაზობთ ასევე დასაქმების შესაძლებლობასაც, თუმცა ეს არ არის შემზღუდავი ფაქტორი, იმიტომ რომ ვიცი რომ თქვა შეიძლება მათ თუნდაც სხვა კლინიკაში რაღაცა კონკრეტულად ვიწრო სპეციალობის კლინიკაში წასვლა, ან თუნდაც საზღვარგარეთ წასვლა, არანაირი შემზღუდავი ფაქტორი არ დევს იმისთვის, რომ მათ რაღაცა აუკრძალოთ და მაინც და მაინც ვაიძულოთ სადმე იმუშაონ, არა, სრული თავის
ხელისუფლება, სრული დემოკრატია. სრული დემოკრატია უბრალოდ არის გარკვეული ტიპის შეთავაზება ჩვენგან, იმისთვის რომ არც კი იფიქრონ, რომ ვაიმე რო დავამთავრო რამე შველება მე შევძლებ თუ არა დასაქმებას. გარანტირებულად შეძლებენ. კი ბატონო. ეს ძალიან მაგარი ამბავია. აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ანუ გარანტირებული აქვთ და თუ ზე რაღაცას იშოვიან თავისით, თქვენ პირიქით გაგეხარდებათ და მივცეთ ნიჭსა გზა ფართო. თვალის კლინიკა Eyeline-ია ჩვენი სპონსორი, სადაც ნებისმიერი პრობლემა, დისკომფორტის და ტკივილის გარეშე შეგიძლიათ მოიხსნათ, თუნდაც სათვალე გადააგდოთ Eyeline-ის გარეშე, ეს გადაცემა, ეს პოდკასტი არ იარსებებდა. ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მეგობარ და ჩვენს პარტნიორ კლინიკა Eyeline-ს. სხვათა შორის დეფიციტს ისიც იწვევსო, ხშირად გამიგია კოლეგებისგან, რომ ძალიან ბევრი ექთანი წავიდა უცხოეთში სამუშაოდ. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს? კი, ნამდვილად ასეა, დეფიციტს იწვევს ისიც, რომ ძალიან ბევრი წავიდა უცხოეთში სამუშაოდ, ასევე შიგნითაც სამეცნიერო სფეროს ძალიან ბევრი კონკურენტი გამოუჩნდა, მაგალითად სილამაზის სფერო, რომელსაც ძალიან ბევრი მიყავს ექთანი, ან შინ მოვლის სფერო. და ნუ რაც მთავარია ეს უცხოეთი, რომელიც გაცილებით დიდ ანაზღაურებას თავაზობს ჩვენს ექთნებს, ვიდრე თქვა ჩვენ შეგვიძლია დღეს შევთავაზოთ. ვერ ავწდებით ამ შემთხვევაში, რადგანაც მთავარი გამსაზღვრელი ფაქტორი მაინც ეკონომიკურია, თუ რატო წვეთს ადამიანი რო წავიდეს თავისი ქვეყნიდან და იმუშაოს სხვა ქვეყანაში, მაგალითად ექთნად, აქაც ხაზი უნდა გაუსვათ იმ ნაწილს, რომ აუცილებელია, რომ რაღაცა ფინანსური ნაწილი იყოს დასტაბილურებული საქართველოშიც. ამისკენ ნაბიჯები გადადგმულია სერიოზულად, განსაკუთრებით მე შემიძლია ვისაუბრო ჩემი პარტნიორების კუთხით, რომ ჩვენ ნაწილში ეს ძალიან ისეთი ადეკვატური ანაზღაურება და რაც მთავარია ყველა მზარდია და თუ თქვათ ქვეყანაშიც დასტაბილურდება ამ მიმართულებით და ანაზღაურების ნაწილს დავალაგებთ, მე დარწმუნებული ვარ, რომ აღარ მოუნდება არავის წასვლა. თუმცა მე დაცაგ ორი მხარე რა. ერთის მხრივ არავის არ გვინდა რომ რა თქმა უნდა ჩვენი მოქალაქეს უწევდეს ან გადიოდეს ქვეყნის გარეთ სამუშაოდ, მაგრამ მეორე მხარე არის ის, რომ ესე იგი ჩვენ შეგვიძლია შესაბამისი კადრების მომზადება იმისთვის, რომ თქვათ ევროპისთვის იყოს ეს ხალხი მისაღები. ანუ ვაძლევთ შესაბამის ცოდნად, მათთვის ეს ცოდნა იქ ეს ცოდნა არის აღიარებული და მისაღები. ეს კარგი მხარეა მედლის, თუმცა მე მაგათად მირჩევნია, რომ ეს ადამიანები დარჩენ და საქართველოში კონდეთ ადეკვატური ანაზღაურება, საქართველოში შეეძლოთ მუშაობა და ჩვენი დეფიციტი ამოვავსოთ, რომელიც დიდია, როგორც გითხარით, განსაკუთრებით რეგიონებში, იმიტომ რომ თბილისში ასე თუ ისე მაინც სტაბილურობას ვინარჩუნებთ, ნუ გაცილებით უფრო მძიმე სიტუაციაა რეგიონების მიმართულებით. ჩვენ შემთხვევაში ვცდილობთ, რომ ადამიანებს ასევე შევთავაზოთ, როგორც პრაქტიკული კომპონენტი, ასევე დასაქმების საშუალება რეგიონშიც. ვისაც არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ჩამოვიდეს თბილისში, სახლი იქირაოს, აქ ადგილზე იცხოვროს და ისე მიიღოს გარკვეული ტიპის ცოდნა, ჩვენ ვთავაზობთ, რომ თქვათ პრაქტიკული კომპონენტი რეგიონის კლინიკებში გაიარონ და შემდეგ უკვე იქვე დასაქმდნენ და შემდგომი ნაბიჯი იქნება, რომ სასწავლო ცენტრებსაც უკვე 2027-ში ვგეგმავთ, რომ რეგიონულ ცენტრებში გავხსნათ სასწავლო ცენტრები, რომ თეორიული ნაწილიც იქვე ადგილზე ვასწავლოთ, რომ შეძლონ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანია რეგიონიდან, რომელსაც აქვს სურვილი, რომ გარკვეულწილად დაეუფლოს ისეთ პროფესიას, რომელიც შემდეგ ითარგმნება სამსახურში და ითარგმნება შემდეგ უკვე შემოსავალში, თუმცა არ აქვს შესაძლებლობა, რომ მაინც და მაინც წამოვიდეს თბილისში და თბილისში ისწავლოს. იმიტომ რომ ეს დამატებითი ხარჯია, ეს ნიშნავს, რომ ოჯახს უნდა მოუწყდეთ. რაღაცა გარკვეულ პრობლემებთან არის დაკავშირებული. ხო, ნუ დისკომფორტი არის, რა თქმა უნდა. სერიოზული დისკომფორტია, ამიტომ რადგანაც არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ვერ მოდის ჩვენამდე, ჩვენ უნდა მივიდეთ ამ ადამიანებამდე, როგორც მთა მივიდა მუჰამედთან. ბატონო გიორგი, იცით რა მინდა კითხე, ხა არც თქვენ და არც მე ეკონომისტები არ ვართ. ხო, არ ვართ. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ეს კაცმა არის. ანუ რისი კითხვა მინდა, რა უნდა გაკეთდეს თქვენი აზრით, რომ აი, კარგი, თბილისს თავი დავანებოთ. ხო, დაუშვათ ქუთაისს თავი დავანებოთ, ბათუმს თავი დავანებოთ, ხომ დიდ ქალაქებს, რუსთავს და ასე შემდეგ. რეგიონებში რო ხელფასი იყოს ადეკვატური. ანუ რა უნდა, აი თქვენი აზრით, რა უნდა მოხდეს? მე ვიცი რომ
დარწმუნებითი პასუხი არც თქვენ გაქვთ, არც მე, მაგრამ აი თქვენ როგორც აი ამ დარგის, ასე ვთქვათ, დირექტორს, ამ მიმართულების ხელმძღვანელს, აღმზრდელს, აი ამ მიმართულების სპეციალისტების, აი რა უნდა მოხდეს, რომ რეგიონებიდან არ გაგვექცნენ კვალიფიციური ექთნები? კი ბატონო, რთული საპასუხოა, იმიტომ რომ რაღაცა აქ ჭეშმარიტება არ არის და შეგვიძლია მხოლოდ ჩვენი აზრი მოგახსენოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ვხედავთ ამ ყველაფერს აი ასე, როგორც ზემოთაც მოგახსენეთ, რომ ერთი რომ გავუმარტივოთ ადამიანებს სფეროში შესვლა იქვე ადგილზე, ეს იქნება ერთი გამოწვევა ჩვენთვის და მეორე გამოწვევა იქნება, რომ რეგიონშივე შევთავაზოთ, თქვათ, ის ანაზღაურება, თქვათ, რასაც ვთავაზობთ თბილისში. ვფიქრობთ, რომ აი ამ ორი შეთავაზებით და ამ ორი გზით მივალთ იმ შედეგამდე, რომ რეგიონშიც კლინიკებში შევძლებთ, რომ შევიყვანოთ, თქვათ, ექთნები, რომლებსაც ექნებათ, რაც მთავარია, შესაბამისი ცოდნა და უნარები. აი ეს ორი გზა, სხვა რაღაცა გარკვეულწილად რაიმე სხვა შემზღუდავი ამ ბერკეტი, რომ დავიჭიროთ ეს ადამიანები რეგიონში, ხო? ფაქტურად წარმოუდგენელია და ეს არ არის ზოგადად ერთი მაინც და მაინც ერთი სფეროს პრობლემა, ხო? ყველა სფეროს აქვს ეს პრობლემა, რომ ყველას უნდა დედაქალაქში ჩამოსვლა, ყველას უნდა აქ ადგილზე მუშაობა და გარკვეულწილად რაღაცა ერთ დიდ უზარმაზარ ქალაქად ხო, ამას თავის ლოგიკური ახსნა აქვს, რა თქმა უნდა. ჩვენი გზა, როგორც გითხარით, რომ ეს ხალხი დავიჭიროთ რეგიონებში, არის ერთი, რომ კომფორტის ზონა შევუქმნათ იქვე, ანუ სასწავლო პროცესი იქვე მოვგვაროთ და რაც თავარია იქვე შევთავაზოთ ადეკვატური ანაზღაურება, რომ არ მოუნდეს სადღაც წამოსვლა, სახლის მიტოვება, ოჯახის მიტოვება და წამოსვლა თუნდაც საკუთარ დედაქალაქში სასწავლებლად და შემდეგ სამუშაოდ. ბატონო გიორგი, ბიჭები რამდენად აქტიურობენ? ხო. ეს რა არის ხა სხვათა შორის უცხოეთში, ხა მე რამდენიმე კლინიკაში ვარ ნამყოფი ევროპაში, სადაც ძალიან ბევრი საშუალო სამედიცინო პერსონალი არიან ბიჭები, მამაკაცები, ასე ვთქვათ. ფელშერი ერქვა ადრე ამ ფელშარი, ხო? კი ბატონო. ადრე ერქვა ამას ძველ ბნელ კომუნისტურ ეპოქაში. ხო და სხვადასხვა ჰოლივუდურ ფილმებშიც რო უყურებთ ჩვენ აი ამ სამედიცინო სერიალებში ძალიან ბევრი საშუალო სამედიცინო პერსონალი არიან მამაკაცები. აი ჩვენთან რამდენად აქტიურობენ? ჩვენთან ხო, ეგ ცოტა გვიჭირს სიმართლე თუ გინდათ, იმიტომ რომ აქტიურობა ამ მიმართულებით საკმაოდ ცოტაა, გაცილებით მეტი, სრული უმეტესობა, სრული პასუხისმგებლობით იტყვი რომ არის ქალები. თუმცა ჩვენს კლინიკებში რო შევიდეთ და შევიხედოთ, ხო, იქაც აღმოვაჩენთ, რომ ექთნები არიან ბიჭები, თუმცა აი აქ ვაწყდებით აი ამ პრობლემას, რომ რეალურად εσენი არ არიან ექთნები და ესენი არიან სამედიცინო სტუდენტები. მესამე კურსის შემდეგ შეუძლიათ ექთნად მუშაობა. შეუძლიათ და ამ შესაძლებლობას ძალიან ბევრი იყენებს, თუმცა ეს არის ეგრეთ წოდებული დაკარგული კადრი, რომელიც მოვიდა შენთან დრო, ენერგია დაახარჯე. 3 წელი იმუშავა. 3 წელი იმუშავა, 2 წელი იმუშავა და გახდა ექიმი. გახდა ექიმი და ყველა ვარიანტში წავე. ხა არც ერთი ექიმი, რომელსაც სამედიცინოზე აქვს ჩაბარებული, გაიარა 6 წლიანი პირველი საფეხური მედიცინის, უმეტესობა არ დარჩება ყოველ შემთხვევაში. შესაბამისად ეს არის გარკვეულწილად წინასწარ დაკარგული კადრი. რაც შეეხება კონკრეტულად ექთნის მიმართულებას, აი თქვენ კოლეჯს გულისხმობთ მაგალითად, აქ სრული უმეტესობა არის ქალბატონი, აი როგორც გითხარით, დაახლოებით 1500-მდე ყავს ეხა მსურველი, ვისაც სურს ჩვენს კოლეჯში ჩარიცხვა და იქიდან 10-იც არ იქნება ალბათ ბიჭი. დანარჩენი არის ქალბატონი. როგორ გონიათ, ანუ რა განაპირობებს ამას დაბალ ინტერესს? ალბათ ეს მაინც არის გარკვეულწილად სტიგმა, კი ბატონო და ეს მენტალური თემები, როდესაც წლების განმავლობაში ვხედავდით, რომ ექთნები და სახელში სხვა ასია რაღაცა მედ დასვეძახდით ექთანს, მედ და არა, ანუ გარკვეულწილად ეს იყო თითქოს და ქალის პროფესია. არა, ეს არ არის სქესთან ბმაში ეს პროფესია და ამ პროფესიას სქესი არ გააჩნია, თუმცა აი ამ ძველმა მეხსიერებამ, სტიგმამ გააჩინა ის პრობლემა, რომ დღემდე მხოლოდ ქალები ინტერესდებიან. არიან მამაკაცები, ძალიან ახალგაზრდა მამაკაცები, რომელსაც სურთ ამ სფეროში შემოსვლა, თუმცა ძალიან მცირეა. და მე ძალიან მინდა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დროთა განმავლობაში ეს სტიგმა მოიხსნება და ორივე სქესი თანაბრად დაინტერესდება ამ პროფესიით.
ისიც რა მაინტერესებს, ანუ აი სამედიცინო უმაღლეს სამედიცინო განათლებას როცა ღებულობ და შემდეგ რო დიფერენცირება ხდება, ხო? ზოგი თერაპიაში მიდის, ზოგი ქირურგიაში მიდის, გინეკოლოგიაში მიდის, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხა ინფექციური სვეტულებები. თქვენთან თუ არის დაუშვათ ესეთი დიფერენცირება, რომ აი დაუშვათ ვისწავლე რაღაც საბაზისო განათლება მივიღე და შემდეგ მივდივარ საოპერაციო ექთნად, ეგ მივდივარ დაუშვათ რადიოლოგის თანაშემწედ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კი ბატონო, ანუ სამედიცინო მიმართულებებში როგორც რეზიდენტურაში არის რაღაცა ვიწრო სპეციალობას აირჩევს, შემდეგ ამ ვიწრო სპეციალობით გააგრძელებს სწავლას და კონკრეტულად რეზიდენტი გახდება კონკრეტული მიმართულებით, ჩვენს მიმართულებებში ასე არ არის. ჩვენი მიმართულებები ეს არის სახელმწიფოს მიერ რეგულირებადი და შესაბამისად დაწესებულებას არ აქვს უფლება, რომ რაღაცა მკვეთრი ცვლილებები შეიტანოს ამ პროფესიულ სწავლებაში. ჩვენთან ესე იგი გვაქვს შეთავაზება, რომ ვასწავლეთ აბსოლუტურად ყველა მიმართულებას, პრაქტიკულ კომპონენტს გაივლის ყველა ვიწრო მიმართულებაში, რომელიც კი სამედიცინო სფეროს დღეს ჭირდება და შემდეგ უკვე მას შეუძლია აირჩიოს რომელი მიმართულებით გააგრძელებს მუშაობას. დიფერენციაზე დაყოფა, როგორც ასეთი, რომ მაინც და მაინც მე წელიწად ნახევარი მხოლოდ და მხოლოდ ვისწავლე რაღაცა მეანგინეკოლოგია და მეანგინეკოლოგიის ექთანი ვარ, ან ნევროლოგია და ნევროლოგიის ექთანი ვარ, ასეთი დაყოფა სასწავლო პროგრამაში არ არსებობს ფიზიკურად, ყველა მიმართულებას თანაბრად სწავლობენ. თუმცა, როგორც გითხარით, უკვე შემდგომ პროფესიის არჩევის დრო როცა დადგება, მათ ექნება სრული თავისუფლება, რომ აირჩიონ კონკრეტული მიმართულება, რა მიმართულებით უნდათ უკვე მუშაობის გაგრძელება. სხვათა შორის ესეთი შედარება რო გავაკეთოთ, ახლა სულ ახლახანს დამთავრდა სოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში და აი ფეხბურთში რო არის, ხო, აი ჩამშლელის პოზიცია, ლიბეროს პოზიცია, საყრდენი ნახევარმცველის, რომელიც ნაკლებად ჩანს შეიძლება მოედანზე, მაგრამ მის გარეშე საქმე არ კეთდება და არ გამოდის. აი ეგთანს მე შევადარებდი აი ამ პოზიციას ფეხბურთში, რა ვიცი, რამდენად დამეთანხმებით. კი, გეთანხმებით, იმიტომ რომ ეს არის პროფესია, რომლის გარეშე სამედიცინო სფერო ვერ იარსებებს. ექთანი ექიმის გარეშე არ არსებობს და ექიმი ექთნის გარეშე ეს ერთმანეთთან ბმაშია, ძალიან მნიშვნელოვანი პროფესია. ეხლა ამის მნიშვნელობის დასადასტურებლად მაგალითად სულ რამოდენიმე წლის წინ ინტერნეტში წავაწყდი ეგეთ სტატია, სადაც კანადელი ექიმები გაიფიცნენ და გაფიცვის მიზეზი იყო ძალიან უცნაური. კანადაში გაიზარდა ექიმების ხელფასები და პროცენტულად არ გაყვა ექთნის ხელფასის ზრდა. და ექიმებმა გააპროტესტეს. კი ბატონო, ექთნებს არ გაუპროტესტებიათ, გააპროტესტეს ექიმებმა, იმიტომ რომ მათ ესმით რამდენად მნიშვნელოვანია ექთნის პროფესია, რომ მათ გარეშე ეს სამედიცინო სფერო ვერ იარსებებს. ეს არის ერთგვარი შეკრული ჯაჭვი და თუნდაც ერთი რგოლი რო ამოვაგდოთ და ექთანი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი, თუ ამოვაგდებთ, უბრალოდ დაიშლება ყველაფერი. ხო, არ არსებობს კარგი კლინიკა, კარგი ექთნის გარეშე. გეთანხმებით სრულად. როგორც ექიმი უნდა იყოს კვალიფიციური და ზე პროფესიონალი, ასე უნდა იყოს ექთანიც, იმიტომ რომ გამორიცხულია. ბატონო გიორგი, ბოლოსკენ ასეთ შეკითხვა მაქვს თქვენთან. უცხოელები რამდენად გყავთ? ეხლა სამედიცინოზე ძალიან ბევრი უცხოელი სწავლობს, ხო? მათ შორის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამედიცინო, კერძო სამედიცინო უნივერსიტეტებში თქვენთან რამდენად არიან უცხოელები? ჩვენი ხედვაა ამ ეტაპისთვის ყოველ შემთხვევაში, რომ ჩვენი პროგრამა არის თავიდან ბოლომდე ქართველებზე გათვლილი. თლიანად ქართველები გვეყოლება, პროგრამაც არის ქართულენოვანი და ისწავლიან მხოლოდ ქართველები, იმიტომ რომ ჩვენი აქცენტი რეალურად რატოს დავიწყეთ საერთოდ ეს პროგრამა იყო, რომ ჩვენმა პარტნიორმა მოგმართა, რომ აი ჩვენ გვჭირდება, გვაქვს სერიოზული ექთნების დეფიციტი. ჩვენ არა მთელ საქართველოს და ჩვენი გადაწყვეტილებაც რატო შევედით ამ სფეროში იყო, რომ რაღაცნაირად ეს დეფიციტი ამოგვევსო, გარკვეულწილად რაღაცა ქვეყნის საქმე გაგვეკეთებინა, ქვეყნის ჯანდაცვის საქმე გაგვეკეთებინა. ამიტომ მხოლოდ და მხოლოდ ქართული პროგრამა გვაქვს და ქართველი სტუდენტი გვეყოლება და ქართული ბაზრისთვის იქნება აქცენტირება გაკეთებული, რომ ქართული ბაზარი შევავსოთ.
უცხოელები ამ ეტაპზე ჩვენ არ აყვავს და თუმცა არ გამორიცხავთ მომავალში გაზრდას ამ მიმართულებით. მომავალში შეიძლება ამ მიმართულებით რა თქმა უნდა ფიქრი და გაზრდა, თუმცა ეს იქნება რაღაცნაირად სეპარირებული რა დაშლილი, იმიტომ რომ ქართველები იქნება ქართულ პროგრამაზე, მაქსიმალურად მორგებული ქართულ ბაზარზე და უცხოური ბაზარი თუ იქნება თქვათ შემოთავაზება და თუ იქნება მოთხოვნა უცხოური ბაზრიდანაც რა თქმა უნდა განვიხილავთ ამ შესაძლებლობასაც. ბატონო გიორგი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რას ეტყოდით იმ ადამიანებს, ვინც ახლა გვიყურებს, ჩვენამდეც სურდა თქვენთან სწავლა, მაგრამ ახლა ჩვენი გადაცემით და ჩვენი პოდკასტით უფრო მოუნდა რომ თქვენი სტუდენტი გახდეს და თქვენთან ისწავლოს. პირველ რიგში მინდა ვთქვა რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროფესია და სწორი გადაწყვეტილება თუ ეს პროფესია აირჩიეთ, ეს არის პროფესია რომელიც სიცოცხლეს ემსახურება. მეორე მინდა უთხრა ამ ადამიანებს რომ ეს არის ყველაზე მზარდი პროფესია ბოლო 5-10 წლის მონაცემებს თუ შევხედავთ და შესაბამისად გარკვეულწილად 2-3 წელიწადში ეს იქნება საკმაოდ მაღალანაზღაურებადი პროფესიაც და ექთნის და მოთხოვნადი პროფესიაც და რაც მთავარია ჩვენ შეგვიძლია მივცეთ მათ როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული ცოდნა ძალიან მაგარ კამპუსებში, ძალიან თანამედროვედ მოწყობილ კამპუსებში და ჩვენს პარტნიორ კლინიკებში, რომელიც არის მთელი საქართველოს მასშტაბით და მნიშვნელოვანი ნაწილი არის ის, რომ გარანტირებულად დავასაქმებთ აბსოლუტურად ყველას, ვინც ჩვენს სრულ კურსს ჩახურავს და გავა ბოლოში. თუ თქვენ გინდათ რომ დასაქმდეთ, თუ თქვენ გინდათ რომ ეს არის გინდათ აირჩიოთ ეს პროფესია, მაშინ ჩვენ ვართ კარგი შესაძლებლობა რეალურად ამ ყველაფრის, რომ სრულად იყოთ დარწმუნებული იმისთვის, რომ მიიღებთ კარგ ცოდნას და შემდეგ ამ ცოდნას თარგმნით უკვე კარგ სამსახურში და კარგ შემოსავალში. ეს არის რის თქმაც მინდათ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ, მეცკილის აღმასრულებელი დირექტორი და მეცკილის გახლავთ საექთნო კოლეჯი. ბატონი გიორგი მახარაშვილი იყო ჩემი სტუმარი, ჩვენი სპონსორი კი თვალის კლინიკა Eyelineია. დიდი მადლობა Eyelines, ასე რომ ერთი კვირით გემშვიდობებით.